აქტივისტები და პროტესტის მონაწილეები, რომლებიც უკვე 1 წელზე მეტი არაც ქუჩაში დგანან, აფასებენ ქართული ოცნების მიერ მიღებულ ახალ რეპრესიულ კანონპროექტს და აცხადებენ, რომ აუცილებლად მონახავენ ახალ გზებს და შესაძლებლობებს საკუთარი პროტესტის გამოსახატად. ამბობენ, რომ ქართული ოცნება ვერანაირი დოკუმენტით, ვერანაირი კანონპროექტით და გამკაცრებული კანონებით ვერ მოახერხებს იმას, რომ საზოგადოებაში არსებული პროტესტი შეჩერდეს და შეწყდეს და ეს ყველაფერი დრომ დაადასტურა, ვინაიდან 1 წლის განმავლობაში არაერთი რეპრესიული კანონი იყო მიღებული, თუმცა მიუხედავად ამისა პროტესტი არ გაჩერებულა, ხალხი არ შეშინდა არც ციხეში გაშვების, არც კოლოსალური ჯარიმების გამო და ამბობენ აქციის მონაწილეები და პროტესტში მყოფი ადამიანები, რომ ისინი არ გაჩერდებიან, როგორი ანტიკონსტიტუციური და რეპრესიული კანონებიც არ უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ და ამ ყველაფერს ყოველთვის დაუპირისპირდება საზოგადოების პროტესტი. საუდნელი იყო ეს ყველაფერი, ამას იზამდნენ აუცილებლად, მე მithქვამს კიდეც ეს არაერთხელ ჩემი მეგობრებისთვის, რომ ასე იქნებოდა. ამას ვფიქრობდი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გზაზე გადასვლა აგვიგზავნეს, ჩვენი ფუნდამენტური უფლება წაგვართვეს, ჩვენ უნდა მდგარიყავით გზაზე. ამაში ჩვენ არ ვიყავით ერთსულოვნები, საპროტესტო კონტინგენტი ვინც ვართ, აი ამაში წავაგეთ. თუ ჩვენ ახლაც არ ვიქნებით ერთსულოვნები, ჩვენ მოგვიწევს სახლში წასვლა, დაჯდომა და Facebook პოსტებსაც აგვიგზავნებენ 2-3 თვეში. აქედან და საერთოდ გავაჩუმებენ. ჩვენ უნდა გადავუკეტოთ გზა, დაუპირისპიროთ ყველა იმ სისაძაგლეს, რომელიც დაგვიპირისპირა ქართულმა ოცნებამ. აქციების შეჩერება ამით ვერ მოხდება. თუ ფიქრობს ახლა ქართული ოცნება, რომ უფრო გაამკაცრებს ამ რეპრესიებს და ჩვენ გავჩერდებით, ჩვენ მოვნახავთ გზებს აქციების გასაგრძელებლად. იქ რუსთაველზე ისეთი ხალხი დგას, რომელიც მზად არის შეეწიროს, აი ამ ხას ვესვამ ამ სიტყვას, შეეწიროს საქართველოს თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისათვის ბრძოლას. ციხით, დაჭერით, შეზღუდით ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ მზადა ვარ წინააღმდეგობა გაუწიოთ რუსულ რეჟიმს. ეს არის თავიდან ბოლომდე პუტინის და კრემლის მეთოდი, რომ ადამიანები დააშინონ, თუმცა ჩვენ ხედავთ ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად იმ რეპრესიული კანონებისა, რაც ამ დრომდე მიიღო ქართულმა ოცნებამ, საზოგადოებაში პროტესტი კვლავ გრძელდება და შესაბამისად ფაქტია, რომ მათთვის ეს ყველაზე დიდი დისკომფორტი არის და სწორედ ამიტომ აპირებენ ისინი კიდევ უფრო გაამკაცრონ ის კანონები, რაც უკვე არსებობს, თუმცა უპირველეს ყოვლისა ეს არის სრულიად კონსტიტუციის თავზე გადახევა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ადამიანები არ უნდა დავიწყდეთ, რომ აქ მხოლოდ არ არის რაღაცა ოპოზიციური აქციები ან მხოლოდ პროტესტი იმისთვის, რომ რაღაცა დასავლურ ღირებულებებს ვითხოვთ, ეს ყველაფერი ეხება თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც სხვა ნებისმიერ სოციალურ პრობლემა აწუხებს და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის, რომ რუსთაველზე ჩვენი რაოდენობა უფრო და უფრო გაიზარდოს. სავარაუდოდ დღეს უკვე მოაწერს მიხეილ ყაველაშვილი ხელს ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ამ ახალ კანონპროექტს და კანონი უკვე ძალაში შევა ხელმოწერისთანავე დღეიდან და ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში, როდესაც უკვე აქციის მონაწილეები დაგეგმავენ აქციას, უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უნდა აიღონ ნებართვა მათგან, უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, სად აპირებენ დადგომას ან მსვლელობას და რამდენი ხნის განმავლობაში რამდენი ადამიანი იქნება პროტესტში და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვაზე იქნება დამოკიდებული გაიმართება თუ არა ესა თუ ის პროტესტი. სწორედ ასეთი შინაარსის არის ქართული ოცნების მიღებული კანონი, რომელიც გუშინ დამტკიცდა. შეიკრიბნენ ტროტუარზე თუ ცოტანი არიან ისე რომ ხალხს ხელი არ შეუშალონ და რაც უნდა ის გამოხატონ, გზას მოგადაკეტავენ და ხალხს მოძრაობას ხელს ნუ შეუშლიან. ის რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც პარლამენტის წინ იკრიბება, არ არიან იმდენი უმეტეს შემთხვევაში 95% შემთხვევაში, როდესაც ტროტუარის მთლიანად გადაკეტვა არის საჭირო. ამას ნებისმიერ შემთხვევაში დაგიდასტურებთ, ახლა ვიღაცა ტელევიზიები რო გვერდიდან იღებენ კადრებს და ბევრად თუნდაც მოაჩვენენ, ჩვენ გვაქვს ეს კადრები ყოველი კონკრეტული შემთხვევაში, როდესაც დრონებს ზემოდან აქვთ გადაღებული. დაარღვევენ კანონს, კანონი უპასუხობს. ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მიღებული კანონების უმეტესობა რაღაცის აკრძალვას ეხებოდა, თუმცა მიუხედავად ამ აკრძალვებისა, ხალხი მაინც ქუჩაში დგას 1 წლის განმავლობაში და ვერც ერთმა კანონმა ვერ მოახერხა ის, რომ საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშო. ბოლო რეპრესიული კანონი უკვე ნებართვის გარეშე ტროტუარებზე აქციის მონაწილეების გადაადგილებასაც კრძალავს. კანონი დიდი ალბათობით ძალაში დღეს შევა და საინტერესო არის ამის შემდეგ პროტესტის ახალ ფორმებს და გზებს მიმართავენ პროტესტში მყოფი ადამიანები.